სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ქალაქ ქუთაისში. ეს არის შესაძლებლობა პირველ რიგში ქუთაისის მოსახლეობისთვის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის მივიდნენ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში, სადაც კომბინირებულია როგორც ინტერაქციული ტექნოლოგიური მუზეუმი, ერთ-ერთი მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური სწორედ ქუთაისში იქნება წარმოდგენილი, ასევე ტექნოლოგიური პარკი, სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, ასევე აქ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი, რაც უზრუნველყოფს როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე ნებისმიერი ასაკის ადამიანის გადამზადებას, მომზადებას საერთაშორისო და ასე ვთქვათ პრესტიჟულ პროფესიებში, დარგებში, მიმართულებებში და გარდა ამისა, აქ იქნება წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფად განვითარებაში და ჩვენი ქართული ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში. რაც შეეხება თავად სამუშაოებს, გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები, გარე პერიმეტრი უკვე თითქმის დასრულებულია, ასევე ულამაზესი განათება, რომელიც ამ შენობას კიდევ უფრო თვალწარმტაც გახდის განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შიდა რემონტი აქტიურ ფაზაშია და ჩვენ ვემზადებით, რომ რაც შეიძლება მალე ეს სივრცე უკვე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ქალაქ ქუთაისში. ეს არის შესაძლებლობა პირველ რიგში ქუთაისის მოსახლეობისთვის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის მივიდნენ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში, სადაც კომბინირებულია როგორც ინტერაქციული ტექნოლოგიური მუზეუმი, ერთ-ერთი მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური სწორედ ქუთაისში იქნება წარმოდგენილი, ასევე ტექნოლოგიური პარკი, სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, ასევე აქ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი, რაც უზრუნველყოფს როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე ნებისმიერი ასაკის ადამიანის გადამზადებას, მომზადებას საერთაშორისო და ასე ვთქვათ პრესტიჟულ პროფესიებში, დარგებში, მიმართულებებში და გარდა ამისა, აქ იქნება წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფად განვითარებაში და ჩვენი ქართული ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში. რაც შეეხება თავად სამუშაოებს, გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები, გარე პერიმეტრი უკვე თითქმის დასრულებულია, ასევე ულამაზესი განათება, რომელიც ამ შენობას კიდევ უფრო თვალწარმტაც გახდის განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შიდა რემონტი აქტიურ ფაზაშია და ჩვენ ვემზადებით, რომ რაც შეიძლება მალე ეს სივრცე უკვე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.